გამარჯობათ. ციგნის საჯაროდ კითხვის დღეა, ჩემო ციცო და ხომ წაგვეკითხავ ერთ სტროფლექს თამას სანებლიძის იმერეთზე. ნახოთ. ჩემს იმერეთს კოკროჭინას რა პეცი აქვს ვინიცის გულზე ჩუმად იფწინება მაინც ძილის წინ. რა იცი გამოგივიდათ. დიდი მადლობა. გამარჯობა. კია როგორ ხართ? დღეს არის ციგნის საჯაროდ კითხვის დღე. და ხარაგაულზე ვკითხულობ ძალიან ლამაზ ლექსებს და ძალიან მოგიხდება ხარაგაულზე ამ ლექსის წაკითხვა წაგვიკითხე ორიოდე სტროფი. საზღაპრეთი ქალაქია ალამაზებს იმერეთს, ესტუმრეთ და უეჭველად სიყვარულზე გიმღერებთ. ზეგრძელობა ხარაგაულს დიდება, არ მოშლოდეს ქალაქს ზღაპრულს სიყვარულზე სიმღერა. დიდებულია. დიდი მადლობა, გია, დიდი მადლობა. გამარჯობათ. გამარჯობათ, კარგად თქვენ როგორ ხართ? დღეს არის ციგნის საჯაროდ კითხვის დღე და მოვედი თქვენთან რომ თამას სანებლიძის აი კოკროჭინა იმერეთია ულამაზესი ლექსები და ერთი ლექსი წაგვეკითხოთ ამ ციგნიდან. განა არ მიყვარს ქართლით კახეთით გული ნათდება და მაინც რიკოს ტყვეთ რომ ბარდები თვითონ არ ვიცი რა მემართება აქეთ ამერი იქით იმერი ციფის გვირაბი ლიხის კალთებში შენს რომ იმერში იყო თბილისო არ ვიქნებოდი ალბათ ამ დღეში ნინო გამარჯობა ციგნის საჯაროდ კითხვის დღეა და ხომ წაგვიკითხავთ აი ჩანიშნილი მაქვს აი ეს ლექსი წაგვიკითხეთ გთხოვთ იბერული სიტყვა ხო? დიახ შემობრძანდით პაწიახანს დასვენება ინებეთო იბერული სიტყვა გახლავთ თან რომ ახლავს იმერეთსო ცხელკეცებზე მჭადს დააკრავს იმას პინძლებს გისტუმრებსო ისეთ სიტყვას მოგიქარგავს თვითონ თომაც ირწმუნებსო შეუსწორებს ლამაზ ბაბდაც გიტარაზეც გიმღერებსო ეხუთუნი აპარა ჩემს კოპცია იმერეთსო ოჩა დიდი მადლობა გამარჯობათ როგორ წარდებით მადლობთ ციგნის საჯაროდ კითხვის დღეა დღეს ვიცით და ვიცი რომ აქ არის ჩვეულებრივი ქალბატონები მუშაობთ ყოველს გეყარებათ ლექსები და აბა ვინ წაიკითხავს რამდენიმე სტროფი ლექსი რაღაც ვიდეო რგოლს ვაკეთებთ ლიტერატურული თეატრი და მინდა რომ წაიკითხოთ თქვენი ინიციატივით ვინ წაიკითხავს ნონა წაიკითხა თამას სანებლიძის წიგნი კოკროჭინა იმერეთი აქ ხარაგაულზეც არის სამი ლექსი შესული მაგრამ ზოგადად იმერეთს ეხება და მე მგონი აქედან ჯობს წავიკითხოთ აი ორი სტროფი ლექსი წავიკითხეთ აქედან თავის სათაურის გითხარით და ლამაზად წავიკითხეთ კოკროჭინა იმერეთი ცაერთია მიწაც ერთი ქვეყნად ღმერთიც ერთია რა ხნა ჩემი იმერეთიც ჩემთვის ერთადერთია თაფში დავლებული სიტყვა იმერეთს რომ შვევია გულსახარებს ბატონო და ზვირი რასათქმელია გამარჯობა როგორ ძანდებით თემური მადლობთ დღეს არის ციგნის საჯაროდ კითხვის დღე და ძალიან მინდა რომ აი ამ ციგში თამას სანებლიძის ერთი ლამაზი ლექსიდან ორიოდე სტროფი წაგვიკითხოთ ოდა ხარაგაულს და თქვენ მონაწილე გახდებით ციგნის საჯარო კითხვის დღისა აბა წაგვიკითხეთ ლამაზად თქვენებურად ოდა ხარაგაულს თუ გსურთ იმერეთის ხილვა შორგით რომ არ წახვიდეთ სანამ შორაპანში მიხვალთ ხარაგაულს ესტუმრეთ საზღაპრეთი ქალაქია ატარა და დიდგულა სიყვარულით ეფერება შხერემელას ძირულა ციგნის საჯაროდ კითხვის დღეა და მინდა რომ ჩაერთოთ ამ პროექტში და წაგვიკითხოთ ერთი სტროფი ლექსი სულით მდიდარს კეთილს ამახს იმერული პეწით განთქმულს ყაისაღით ნაკსოვ ნაქარგს უფლის ნაკრძალ ხარაგაულს გამარჯობა როგორ ძანდებით მადლობთ ციგნის საჯაროდ კითხვის დღეა და ძალიან მინდა ხარაგაულზე და იმერეთზე ერთი ლამაზი თამას სანებლიძის ერთი სტროფი წამიკითხო ხომ ხარ თანახმა კარგი ჩემო კარგო აი ციგნი და აბა წამიკითხეთ აი ეს ერთი სტროფი წაიკითხეთ ხმა მაღლა თუ შეიძლება თუმც ყველა კუთხე მიყვარს თუმც ყველა კუთხე მომწონს იმერეთია მაინც გულში რომ მინთებს კოცონს დიდი მადლობა მაიკო გამარჯობა ციგნის საჯაროდ კითხვის დღეა და უნდა წაგვიკითხოთ ლამაზი ლექსი იმერეთზე
შემობრძანდით პაწიახანს დასვენება ინებეთო იმერული სითბო გახლავთ თან რომ ახლავს იმერეთსო ცხელკეცებზე მჭაც დააკრავს გიმასპიძლებს გისტუმრებსო ისეთ სიტყვას მოგიქარგავს თვითონ თომაც იწრწმუნებსო შეუსწორებს ლამაზ ბაფთას გიტარაზეც გიმღერებსო ბეხუტუნე აბა რა ჩემ კოპწია იმერეთ იმერული გაჭაფური სურნელება დაგეწევა ხრამთასი გიწასუს ნედარების მოლოდინში სული დნება ჭურის თავზე დალევ